საუბარს განვაგრძობთ მაჟორიტარობის კანდიდატთან საკრებულოში ნაძალატევის რაიონიდან ვალერიან პაპუაშვილია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ვალერიან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. თქვენი საქმიანობიდან და თქვათ ბიოგრაფიიდან გამომდინარე, როგორც ვიცი, კარგად იცნობთ იმ რაიონს, რომელსაც წარადგენთ არჩევნებზე. რა არის დღეს ნომერ პირველი გადასაჭრელი ამოცანა ამ უბნების მცხოვრებლებისთვის და თქვენი როლი მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში როგორი იქნება ამ პრობლემების მოგვარების კუთხით? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩემი აქ ამ უბანში არა ერთი წლის ნამუშევარიდან გამომდინარე, მე სანზონელი გახლა ვარ, დავიბადე სანზონაში, გავიზარდე სანზონაში და კარგად ვიცნობ ამ უბანს, სადაც მაჟორიტარად ვარ დასახელებული. რა თქმა უნდა, შესაბამისად, კარგად ვიცი რა გაკეთდა სანზონაში, რა არის გასაკეთებელი. ჩვენ თვითოულ უბანში, თვითოულ ეზოში ვართ მისულები, ხვდებით მოსახლეობას და მათგან მოდის ინფორმაციები, მათგან მოდის ინიციატივები და მათთან ერთად ჩვენი ჩართულობით გეგმავთ შემდგომ მომდევნო 4 წელს. ამქიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ზუსტად ვიცოდეთ, რას ვაპირებთ შემდეგ მომდევნო 4 წელში. კი ბატონო, როგორი ინიციატივები მოდის, აი თავად მოსახლეობისგან, რა არის მათთვის ყველაზე მთავარი საკითხი, რაზეც უნდა დაეყრდნონ მომავალში საკუთარი უბნის მაჟორიტარს და გამგეობას და მერიას? დიახ, მოგახსენებთ, იმის და მიუხედავად რომ არაერთი ქუჩა მოწესრიგდა ჩვენს უბანში, არაერთი სკვერი მოეწყო, მაინც რჩება გარკვეული გამოწვევები. არის ისე დარჩენილი რამოდენიმე ქუჩა, რომელზეც აწეულებია ასფალტი ვერ მოეწყო, ვერ გაკეთა შიდა კომუნიკაციები, რაც ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ჩვენ ხელი გვეშლება გამგეობას და მერიის სამსახურებს შევიდეთ, მოვაპირკეთოთ ის ქუჩები, შესაბამისად გვიწევს ურთიერთობა GVP-სთან, ვცდილობთ მათთან ერთად დავიგეგმოთ, შესაბამისად შევიდეთ მე აღნიშნულ ქუჩებზე და მოვაწესრიგოთ ისე როგორც ჩვენი მოსახლეობის ინიციატივებიდან მოდის. აქედან გამომდინარე, რაც დარჩენილია დღესდღეობით გარკვეული პრობლემები, ეს იქნება ქუჩები თუ გაუკეთებელი მცირე რაოდენობის სკვერები, ისევ და ისევ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ხდება ეს და შემდგომი 4 წლის განმავლობაში ამ პრობლემებს და ამ საკითხებს აღმოფხვრით ჩვენი მოსახლეობასთან ჩართულობით ერთად. კი ბატონო, ქუჩების მოწესრიგება ახსენეთ თქვენ, აი საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში, როგორც ცნობილია, დაგეგმილია ამ უბნის, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, მთავარი გამზირის რეაბილიტაცია, მეტი რომ გითხრათ გურამიშვილის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ. დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ჩვენი ქალაქის მერმა კახაკალაძემ დაგვიანოსა ჩვენი გურამიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია. საკმაოდ მასშტაბური პროექტია, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან დიდი გამზირია და ჩვენ ამ ინფორმაციით რომ მივდივართ მოსახლეობასთან ამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ეს ინფორმაცია რომ მოგოხ საკმაოდ დადებითი კეთილი განწყობები მოდის და შეიძლება რამოდენიმე წლის წინ ეს ინფორმაცია ვიღაცას რო თქვა არ დაეჯერებინათ, მაგრამ ჩვენი გუნდის საქმიანობიდან გამომდინარე, კახაკალაძის საქმიანობიდან გამომდინარე, მისი ნათქვამი, მისი დაპირება ყოველთვის არის გარანტია იმის, რომ რასაც ვიტყვით ვაკეთებთ იმას. ამიტომ ველოდებით დიდი მოლოდინია ჩვენს რაიონში ამ კონკრეტული გამზირის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ თქვენი წინასაარჩევნო შეხვედრები, მოსახლეობასთან შეხვედრები, მათი ინიციატივები. მე მაინტერესებს, როგორ აპირებთ თქვენს ამომრჩეველთან კომუნიკაციის გაგრძელებას იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით ამ რაიონის მაჟორიტარი და ასევე თქვენი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობამ რა დაგანახათ, რა არის თქვენი უპირატესობა როგორც კანდიდატის ამ უბანში? დიახ, ჩვენ ყოველდღურად არაერთი შეხვედრა გვაქვს მოსახლეობასთან, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გვაქვს. აუცილებლად მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება ეს უშუალო ურთიერთობა ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენს მოსახლეობასთან. გვექნება ურთიერთგაცვლითი შეხვედრები, ასე დავარქვათ, მივიღებთ მათ ინიციატივებს, რა თქმა უნდა, მათ რჩევებს, რადგან ჩვენი მთავარი უპირატესობა არის მოქალაქეზე ზრუნვა, ჩვენ ქალაქზე ზრუნვა და ჩვენს უშუალოდ ჩვენს ოლქზე, ჩვენს ეზოებზე ზრუნვა, მოწესრიგება, გარემონტება, ახალი კორპუსებით ჩანაცვლება, ძველი დაუშვათ საცხოვრებელი კორპუსების. იცით, თქვენ ესეთი პროგრამა არის, მერიას აქვს ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ ავარიული შენობების შემთხვევაში მოსახლეობა უნდა მიმართოს მერიას განცხადებით და მათ ავარიულ შენობას ჩაუნაცვლებენ
ახალი შენობებით. ამიტომ ჩვენ გვექნება უშუალო ურთიერთობა, ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება შემდგომი 4 წლის განმავლობაში უშუალო ურთიერთობა ჩვენს მოსახლეობასთან და მათთან ერთად პრიორიტეტების მიხედვით დავალაგებთ მათ თხოვნები იქნება ეს, ინიციატივები იქნება ეს თუ გარკვეული სხვადასხვა საკითხები. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღის ქრონიკის კითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობდა თბილისის საკრებულოში ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერიან პაპუაშვილი.